ჩვენ რაზეც ახლა ორიენტირი გვაქვს ახლა ამ მომენტში არის თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ძალიან ბევრი არ აღიქვამს მნიშვნელოვნად და სერიოზულად, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი, აქტიურობა ამ არჩევნებზე არც ისე დიდია ხოლმე, ვთქვათ, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე არის, ანუ ამას მეტნაკლებად ყველა განსაკუთრებით რეგიონებში გულგრილად უძღვება და ალბათ ეს მიდგომა არის პირველ რიგში შესაძლებელი და გამოსასწორებელი. მაგ გულგრილობის მიზეზი არის ერთი კარგად ვერ გაცნობიერება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ რამხელა მნიშვნელობა პარტიის მშენებლობას. ოღონდ თლად მოსახლეობის ბრალი ეგ ბოლომდე არ არის, იმიტომ რომ პარტიები, რომლებიც არსებობდნენ, საკითხს აყენებდნენ ისე, რომ მაგას პარტიას როგორც რეალურ ორგანიზმს, როგორც აუცილებელ ერთეულს პოლიტიკური რეალობის გაჯანსაღების, როგორც აუცილებელ ერთეულს ძლიერი პარტიის არსებობა, როგორც აუცილებელი ერთეული იმისა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ჰქონდეთ შანსი იყვნენ მეტნაკლებად თანასწორუფლებიანები, ბოლომდე თანასწორუფლებიანი მილიარდერებთან მომჯერებიან ეგრევე წდელი იქნება, მაგრამ მანდ წაყვანდა საქმის. ამის აუცილებელი ერთეული არის პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეიკრა, ორგანიზებული სახე მიიღო, ერთმანეთი გააქვს, ეს იდეა გააქვს და საკითხს ისე აყენებს, რომ რაც უფრო გავძლიერდებით, რაც უფრო მრავალრიცხოვანები და ორგანიზებულები ვიქნებით, ამით იცვლება რეალობა, სხვა არაფრით. ასე არავინ არ აყენებდა საკითხს, პარტიად მაგას არავინ არ აღიქვავდა, პარტია აქამდე აღიქვავდა და ეგრეა ჩვენ ქვეყანაში დაყენებული, რომ ვიღაცა გაძრება 10 კაცი პარლამენტში, ან 15 კაცი პარლამენტში და უბრალოდ ეგ 15 კაცია პარტია. და სინამდვილეში ძალა არის დიდი რაოდენობით ორგანიზებული ხალხი, რომელსაც აქვს მაღალი პოლიტიკური თვითშეგნება. და ჩვენი ამოცანა პირველი ამას ვიძახდით საპარლამენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იქნებაო თვითმმართველობის არჩევნები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანა არის პოლიტიკური რეალობის გაჯანსაღება რეალური ქმედითი პარტიის ფორმირებით და იმისთვის, რომ ქმედითი პარტიის ფორმირება მოვახერხოთ, ერთი მნიშვნელოვანი კვალიფიციური სტატუსი შევძინოთ პარტიას, აი ესე აღარ ვიყოთ გამოკიდებულება ჰაერში, როცა მინდა გაგიუქმებ, თუ ბარიერი გადალახული გაქვს. თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ საპარლამენტო არჩევნებზე, შენ ხარ პარტია, რომელიც გარანტირებული გაქვს, ნუ ეხლა თქვა დიქტატურა თუ გამოცხადა, შეიძლება გარანტირებული ჩვენ შემთხვევაში არაფერი არ აქვს იმ გაგებით, რომ შეიძლება დაგვიჭირონ, ხვალ თუ ძალიან შევაწუხეთ და ოღონდ მანდაც გარანტიებს ის გაძლევს ხალხი რას იტყვის მერე და შენ დაცვის მექანიზმიც ეგ არის, მანდაც. ან შეიძლება ტყია გესროლონ და მანდაც დაცვის მექანიზმი ის არის, რომ ტყიას რო გესრიან აზღვევინებს ამას თუ არა ხალხი მერე. სროლელს და მაგაზე დაფიქრდნენ ორჯერ. და ჩვენი თავარი მექანიზმი არის ახლა ერთ-ერთი რაც ბარიერ გადალახული პარტია რო გექნება ძალიან ბევრად ძნელი რთულდება მისი გაუქმება, ეგ ერთი და მეორე ჩვენ ყავს იმდენად იდეური ორგანიზებული აქტიური მხარდამჭერები და თანამებრძოლები როგორც არ ყოლია არც ერთ პარტიასა ახლა აწლეულების განმავლობაში და მაგ ხალხს ჩვენ თუ მოვახერხეთ და ოფიციალური სტატუსი შევძინეთ, რაც შეიძლება მეც თვითმმართველობის ორგანოებში, ეს ხალხი და დარწმუნებულები ვართ ამ ადამიანების მათ შორის უნარებში, ეს ხალხი იქცევა ერთი პოლიტიკური მიზიდულობის კერად, უფრო უკეთესად დააორგანიზებენ იქაურობას, იქაურ ჩვენს პოლიტიკურ ერთეულებს, უფრო მრავალრიცხოვანები გახდებიან და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყოს ბევრად ფინანსურად დამოუკიდებელი. ეხლა თუ მაგალითად ადამიანებს რაღაცა 100 სხვა საქმის კეთება უწევს და პოლიტიკურ აქტივობას შეუძლია დაუთმოს ძალიან მცირე დრო, მნიშვნელოვანია, რომ იგივე ადამიანს, რომელიც საკმარისად იდეურია იმისთვის, რომ რაღაცა რაც კი თავისუფალი დრო ქონია, ან არ ქონია, რაც კი რესურსი ქონია და ან არ ქონია და იშოვა, აი საქმეში და იდეაში, რომ ჩადო იმისთვის, რომ ეხლა იძულებულები გამყდარიყვნენ დღევანდელი მართველი ელიტა კონსერვატიულ ენაზე ალაპარაკებული იყვნენ ამ ხალხმა რო გახადა იძულებული მაგ ხალხს შეეძლოს დროის 100% დაუთმოს ამ საქმეს და ქონდეს შესაბამისი სტატუსი იმისთვის რომ ადგილზე ადამიანები იცოდნენ ვის მიმართონ თავისი პრობლემებით და ეგ იქნება ახლა ჩვენი მთავარი ორიენტირი, გუნდის ფორმირება, პარტიის ფორმირება, რაც შეიძლება მეტი
მობილიზება და გაზრდა აქტივის რაოდენობის და ახსნა რაც შეიძლება ფართო მასებისთვის, მათ შორის ამ ჩვენი აქტივის მეშვეობით გადაცემა ამ შეხედულების, რომ თუ ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი პოლიტიკური სტრუქტურები ქვეყანაში და სტრუქტურა ჩვენ შემთხვევაში, რომელიც ალტერნატივის პრეტენზიით იქნება, არაფერი არ შეიძლება, მაქსიმუმ შეგიძლია ინერვიულო რაღაცა ცუდი რო ხდება, იქ არაბებს გისახლებენ აქ და დაიცალა მოსახლეობისგან ქვეყანა თუ არ ვიცი სტიქია მოხდა და მანამდე წესიერად არ აგებინებდნენ ასე ქვია მოსახლეობას რანაირი სტიქია მოდიოდა და ვერ მოემზადა პირობითად ვამბობ რაც და მაგალითად ამ დღეებში ხედავთ ამ მოვლენებს სამი ადამიანია დაღუპული და ეს ხო თუმცა ძიმია ვითარება ამ დროებამდე და მით უმეტეს რომ კიდევ არაუდობენ ასევე ნალექს დასავლეთ საქართველოში ამ ეტაპზე რაც ცნობილი არის ის რომ თავდაცვის ძალები გადაისროლეს დასავლეთ საქართველოში კერძოდ გურიაში და ნახოთ რამდენიმე ოჯახზე ახლაც იწერებიან რომ მოწყვეტილი არის საერთოდ გარე სივრცეს და ვიღაცების ძებნა კიდევ მიმდინარეობს. ძალიან სამწუხარო სურათია, მაგას ვამბობდი რომ ასეთ მოვლენებზე უკმაყოფილება თუ არ იქნა პოლიტიკური ალტერნატივა, მაქსიმუმ შეიძლება დარჩეს იმ ხალხის ნერვიულობა და მეტი არაფერში არ ტრანსფორმირდეს და არაფერი შეიცვალოს. რაც შეეხება სტიქიასთან დაკავშირებით, ახლა მე ზოგადად მე არ ვემხრობი ხოლმე სტიქის დროს, აი რაღაცა რატო ერაკეთებს ძალიან აქტიურ მიწოლას, რატო ამას ეს ეხლავე რატო ერკეთება, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში საერთოდ სტიქის დროს ხელისუფლებები ძალიან უღონოები აღმოჩნდებიან ხოლმე ყველგან და მით უმეტეს ჩვენთან ჩვენი ხელისუფლება საერთოდ ყველაფერში უღონოა ხოლმე ზოგადად, მაგრამ და პარალელურად იმ მომენტში არ ვემხრობი ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ამან აი ზედმეტმა რაღაცა დაძაბულობამ პირიქით უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს ზედმეტმა რაღაცა ისტერიულმა ზეწოლებმა. ოღონდ რაღაცები ცალსახა ისეთი პრობლემაა, რომელზეც უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგალითად ახლა ვიღაც შეიძლება თქვას რაღაცას ვერ გავაკეთებდით ამ მომენტში. შეიძლება ცენტრალური ხელისუფლება არ, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალური რაღაც გაფრთხილება, ანუ გაფრთხილების იყო მომზადებული მეტნაკლებ. მომზადებული და გაფრთხილება რაღაცა პროგნოზირებადი სტიქია, როცა ახლოვდება და პროგნოზი წესით იყო გაკეთებული. მოსახლეობის შესაბამისი ინფორმირება უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ მათ შეეძლოთ როგორც მინიმუმ მოემზადონ, ან გავიდენ სარისკო სივრცეებიდან, ხო და მაგ ნაწილში ცხადია ჩანს, რომ სერიოზული დაუდევრობებს ქონა ადგილი და მასეთ დაუდევრობებზე მათ შორის იქიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ეფექტური შემდგომ გადახედვა რეაგირება, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს ერთი და ნუ ეხ ჩვენი სისტემა ფაქტია, რომ იმდენად გაუმართავია, რომ არაფერი არ ანგარიშვალდებულება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ადგილზე, არაფერი არანაირი თვითმმართველობის ორგანოებს არანაირი პრობლემა არ აქვს, იქ ხალხი გაბრაზდება დიდად თუ არ გაბრაზდება, იქ ხალხი უკმაყოფილო იქნება ეხლანდელი შედეგები თუ არ იქნება, იმიტომ რომ ნუ საბოლოო ჯამში საკითხი ეგრე დგება, რომ მაინც ხო ჩვენ აგვირჩევთ. წინა ხელისუფლებას მიმართეთ ხო თქვა ერთ-ერთმა. ხო, წინა ხელისუფლებას მიმართეთ ეგ იქნება. ხო, მაგის ფუფუნება ეძლევა თვითმმართველობის ორგანოებს. გარანტირებული აქვს, რომ მაინც ხო ჩვენ აგვირჩევენ და ეგ საფრთხე თუ არ უდგება ორგანოებს, რომ აი რაღაცა ძალიან ცუდად რო ვაკეთებ, მე შეიძლება შენთვის პოლიტიკურად კატასტროფით დასრულდეს ეს ყველაფერი. არავინ არ იზრუნებს წინასწარ არაფერზე და ნუ პოსტფაქტუმ ახლა კი რა თქმა უნდა ყველა ინერვიულებს ახლა რა თქმა უნდა ტრაგედიას რო გადააწყდება მთელი ქვეყანა, მან ყველა ინერვიულებს ხადია, მაგრამ უბრალოდ გვიანი იქნება და ვინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმისთვის შეიძლება შვება აღარ იყოს არანაირი, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანები დაიღუპა.